დროჟბის მილსადენით სლოვაკეთისთვის რუსული ნავთობის მიწოდება აღდგა. პრობლემა, რომელმაც ევროკავშირის წევრ ქვეყანასა და ომში მყოფ უკრაინას შორის ურთიერთობა გაამწვავა, გადაჭრილია და მოსალოდნელია, რომ მოვლენების ამგვარი განვითარება კიევისთვის ევროკავშირის ფინანსური დახმარების გამბლოკვას გზას გაუხსნის. სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრი რობერტ ფიცო, რომელმაც უნგრეთში საპარლამენტო არჩევნების ჩატარებამდე განაცხადა, რომ თუკი ვიქტორ ორბანი არჩევნებს წააგებდა, უკრაინა კი დროჟბის მილსადენით ნავთობს არ გამოუშვებდა, ორბანის მთავრობის გზას, ანუ უკრაინის დახმარების შეფერხებას თავად გადაიბარებდა, ფაქტს დადებითად აფასებს. იგი მადლობას უხდის ყველას, ვინც პრობლემის გადაჭრაში მონაწილეობდა, მათ შორის უნგრეთსა და ევროკომისიას. უნგრეთისა და სლოვაკეთის უკრაინასთან ურთიერთობა მას შემდეგ გამწვავდა, რაც იანვარში ბუდაპეშტსა და ბრატისლავას დროჟბის მილსადენით რუსული ნავთობის მიწოდება შეუწყდათ. უკრაინის ოფიციალური პირების განმარტებით ნავთობსადენი რუსული დრონების თავდასხმის შედეგად იყო დაზიანებული. რობერტ ფიცო ახლაც აცხადებს, რომ ამის არ სჯერა და რომ სინამდვილეში საქმე ნავთობის პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენებასთან გვაქვს. ჩვენ მნიშვნელოვანი როლი ვითამაშეთ დროჟბის ნავთობსადენის გახსნაში, რომელიც რამდენიმე კვირის განმავლობაში იყო გაჩერებული და საკმაოდ დიდ პრობლემებს გვიქმნიდა. ჯერა რომ დროჟბის მილსადენის ამ დილის 2 საათზე გახსნა ნათლად ადასტურებს, რომ იგი დაზიანებული არ ყოფილა. თქვენ იცით, რაზეც ვსაუბრობ. იგი არ დაზიანებულა. დროჟბის მილსადენი და ნავთობი მიმდინარე გეოპოლიტიკური ბრძოლის ინსტრუმენტად იყო გამოყენებული. სლოვაკეთის ეკონომიკის სამინისტროს თანახმად ნავთობის ნაკადის სამთვიანი წვეთის შემდეგ დილის 2 საათზე აღდგა, რითაც მოიხსნა მნიშვნელოვანი დაბრკოლება უკრაინისთვის ევროკავშირის ფინანსური დახმარების დასამტკიცებლად. ეს კვიპროსში ევროკავშირის ლიდერების სამიტის პარალელურად ხდება. რობერტ ფიცო ამბობს, რომ როგორც უკრაინისთვის გამოყოფილი 90 მილიარდი ევროს ოდენობის სესხის თაობაზე, ისე რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მეოცე პაკეტზე გადაწყვეტილების მიღებას 5 ჩაბეძელის.